მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. რადიო უცნობის ეთერშია გადაცემა მე და გარემო. დღეს ვსაუბრობთ გლობალური მნიშვნელობის საკითხს, რომელიც ჩვენი ბუნებრივი გარემოს თითქმის ყველა მიმართულებასთან, ყველა სფეროს გარკვეულწილად უკავშირდება და ასევე უკავშირდება ჩვენი ცხოვრების ხარისხს და საერთოდ დედამიწის და კაცობრიობის მომავალს. ჩვენი გადაცემის თემაა კლიმატის ცვლილება და ჩვენი სტუმარი მინდა წარგიდგინოთ, რომელსაც ძალიან მთელი საქართველო იცნობს, მინდა გითხრათ. ქალბატონი მარინა შვანგირაძე, ექსპერტი კლიმატის ცვლილების საკითხებში და არა მხოლოდ. გამოგესალმებით ქალბატონო მარინა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ცოტას დავაზუსტებ, მთელი საქართველო, ეს არის ძალიან ხმამაღლა ნათქვამი, უფრო კლიმატის ცვლილების ნაწილი, სადაც ვინც დაინტერესებულია და არა მხოლოდ პროფესიული ინტერესია ამ მიმართულებით. მადლობა. დაუბრუნდეთ ჩვენს თემას, რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება გლობალური თვალსაზრისით. უფრო რო გავამარტივოთ საკითხი. რა არის მისი გამოწვევი მიზეზები და საერთოდ რატო გაჩნდა ამ თემაზე, რატო დაიწყო საუბარი საერთოდ კაცობრიობამ და გარემოს დამცველებმა და ასე შემდეგ. ესე იგი, მოდი ცოტა უკან წავიდეთ. 1-2 საუკუნით უკან და როდესაც კაცობრიობამ, ვინც დაინტერესებული იყო ძირითადად, ვინც იკვლევდა ამ ბუნების ტემპერატურის საკითხებს და ასე შემდეგ, დაახლოებით 1850 წლიდან და უფრო ზუსტად 60 წლიდან დაიწყო ეს საშუალო გლობალური ტემპერატურის გაზომვა. მანამდე ზომავდნენ, მაგრამ არაზუსტი ხელსაწყოები და შესაბამისად არ იყენებენ ახლა იმ ტრენდებს, რომელიც მანამდე იყო. ხოლო ეს 50-60 წელი, რომელიც არის წინა ინდუსტრიული პერიოდი, დაიწყეს გაზომვა და გარკვეული პერიოდის შემდეგ შეინიშნა, რომ თანდათან ეს ტემპერატურა მატულობდა გლობალურად მთელი დედამიწის გარშემო გაზომილი. გაზომვა ხდება როგორც დედამიწის ზედაპირიდან, ასევე ოკეანეების ზედაპირიდან, იქ გემებზე, ასე შემდეგ და ნახეს, რომ თანდათან გარკვეული ზრდა იყო, რომელიც, ასე ვთქვათ, უკვე მე-20 საუკუნეში და აღარაფერს მე-20 საუკუნის შუა წლებიდან უფრო სწორედ და უკვე 21 საუკუნიდან ამან მიიღო ძალიან, ასე ვთქვათ, კაცობრიობისთვის საშიში სახე. ძირითადი მიზეზი, რითიც არის გლობალური გათბობა, ეს არის განვითარება. აქტიური სამრეწველო პერიოდამდე, როდესაც განვითარება უფრო ნაკლები იყო, ის გაზომვები საბაზისოდ რო ავიღოთ, ხედავთ, რომ ამ განვითარების პერიოდში უკვე გვაქვს და განსაკუთრებით რაც უფრო ვითარდებით, ეს ტემპი უფრო სწრაფია. რეალურად შეიძლება ვთქვათ, სადღაც ბოლო 70-80 წლის განმავლობაში. დიახ, და განსაკუთრებით 21 საუკუნეში მე გეტყვით, რომ ხა წამოსვლის წინ კიდევ გადავხედებ მონაცემებს და 2023 წელი იყო ყველაზე ცხელი წელი, რაც კი არსებობდა, ასე ვთქვათ, მთელი ამ გაზომვების და იმის პერიოდში და 2024 ჯერ არ არის დასრულებული და ველოდებიან, რომ შეიძლება უფრო მაღალიც იყოს და მე ჩვენ ვისაუბრებთ ეს რა გრადუსებზეა, რა ტემპერატურაზეა ლაპარაკი საშუალოდ გლობალურზე და თქვათ რა ვალდებულებები აქვს ქვეყნებს და რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ვალდებულებების მიღწევა. მაგრამ ზოგადი სურათი რომ თქვათ და მეორე ნაწილი თქვენი შეკითხვის, რით არის ეს გამოწვეული, ხო? ეს განვითარების პროცესში ხდება ძალიან დიდი რაოდენობა ბიომრავალფეროვნების და განსაკუთრებით ტყეების მოხმარება, ეს ეხება ძირითადად მაინც ამაზონის
ტყეებს, ეგრეთ წოდებულ დედამიწის ფილტრებს, რომელიც უცებ მოხდა მათი, ასე ვთქვათ, გაჩეხვა და გამოყენება სამრეწველო სექტორში და დანარჩენი ახლა სოფლის მეურნეობაც არის და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადად ენერგეტიკა. ეს არის საწვავის მოხმარება, რასაც ჩვენ, ასე ვთქვათ, სათბურის გაზების ემისიებს ვეძახით. უფრო კონკრეტულად ქალბატონო მარინა, ის სათბურის გაზების ემისიები წარმოიქმნა, უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენი წარმოიქმნა ასე ვთქვათ, საწვავის კონკრეტულად ყველაზე მაღალი ემისიის ფაქტორი, ანუ ყველაზე მეტი ემისია აიდინება, როდესაც ვიხმართ, ასე ვთქვათ, ბენზინს და აი საწვავს, ნავთობის საწვავს, ნავთობპროდუქტებს. როგორც მოპოვების დროს, ისევე მოპოვების დროსაც, მაგრამ ის იმდენი არ არის, როგორც მოხმარების დროს და ეს მოხმარება გვესდება და გვესდება. მეორე ადგილზე არის, ესე იგი, შემდეგ გაზი. მას მოყვება შემდეგ გაზი, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქია. ამიტომ ერთ-ერთი ღონისძიება ამ კონვენციის პროცესში ხო არის, რომ დაუშვათ ჩანაცვლდეს გაზით, ეს უკვე რაღაცა ნაწილს ამზადებს და ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მაღალი ვიდრე ნავთობპროდუქტი გამომჩა გახლავთ ქვანახშირი. ქვანახშირს ყველაზე მაღალი, რომელიც პირველად ქვანახშირით დავიწყეთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ამ მრეწველობის განვითარება. 50-იან წლებიდან დაახლოებით. და აქედან გამომდინარე ნელ-ნელა აი ეს შედეგი. და რაც შეეხება ტყეებს და ბიომრავალფეროვნებას, განსაკუთრებით ტყეებს, ანუ სადაც ბევრია ბიომასა. აქ იყო დაგროვებული ეს ნახშირბადი, ხო? ვიცით რომ ეს ბიოსამყარო აგროვებს ამ ნახშირბადს და ანაწილებს ჩვენ გავჩეხეთ, მოვიხმარეთ ზოგი საწვავად, ზოგი და შესაბამისად ეს ყველაფერი რაც იყო დაგროვებული, ის ნახშირბადი დაემატა კიდე ამას. ანუ ყველაფერი ეს ადამიანის აქტიურობის შედეგად ამან დაარღვია ის ბალანსი, რომელიც მანამდე არსებობდა. თორე ატმოსფეროში ნახშირბადის არსებობა არის აუცილებელი. გარკვეულ ნიშნულზე ხო? გარკვეულ ნიშნულზე გარკვეული რაოდენობა, მოდით ვთქვათ, რაც იყო მანამდე, ხო? დაუშვათ, იმიტომ რომ კიდევ უფრო წინა პერიოდები არსებობს, იყო აციებები, დათბობები და ასე შემდეგ, მაგრამ აი ახლა რასაც უფრო ხელშესახებად ვხედავთ, აი ამაზე შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ კი ბატონო, აი საშუალო კოეფიციენტი რომ ვთქვათ, ანუ როგორც ვიცით, სხვადასხვა დედამიწის სხვადასხვა უბნებში არის სხვადასხვა მაჩვენებელი. და ნუ როგორც აღნიშნეთ, იზომება ოკეანეებში, დედამიწის ზედაპირზე და ასე შემდეგ. ანუ საშუალო მაჩვენებელი რა არის? და ყველაზე, თქვათ, რთული სიტუაცია, თქვათ, რომელ კონტინენტზეა, ან რომელ ნაწილშია დედამიწის? რთული ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ორ კონტექსტში. ორ კონტექსტში. ერთი, ვის შეაქვს ყველაზე მეტი წვლილი აი ამ პროცესებში და მეორე, ვინ ზიანდება ყველაზე მეტად. ის, ვისაც ყველაზე მეტი წვლილი შეაქვს, ისინი ზიანდებიან, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ეს არის ძირითადად განვითარებული ქვეყნები და მათ თავდაცვის უნარი აქვს. ძალიან კარგად გილას უნდა გავწყვიტოთ, რომ მოგვისმინონ კიდევ. ახლა სარეკლამო ჭრაზე გავდივართ, პოლიტიკური რეკლამაა, წინა საარჩევნო ეტაპზე ვართ, ასე რომ მოგვიტევეთ. ვაგრძელებთ გადაცემას მე და გარემო, თემა არის ჩვენი დღევანდელი კლიმატის ცვლილება. საუბრობთ ქალბატონ მარინა შვანგირაძესთან ერთად და გავაგრძელოთ თემა იმის თაობაზე თუ რომელი ქვეყნები ზარალდებიან ყველაზე მეტად, ვინ იგებს ამ პროცესში, მოგებული არავინ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორ ნაწილდება ეს კოეფიციენტი, რომელიც იზომება კლიმატური ცვლილების თვალსაზრისით. დიახ, ესე იგი ჩვენ ვთქვით უკვე რომ წვლილი, ასე ვთქვათ, დაბალგანვითარებადი ქვეყნების არის შედარებით დაბალი, მაგრამ მათ ზემოქმედება არა იმიტომ რომ დაუშვათ იქ მეტი ტემპერატურა მეტით აიწია, თუმცა აფრიკის კონტინენტის შემთხვევაში ეს ასეც არის. იმიტომ რომ მათ ნაკლები თავდაცვის საშუალებები აქვთ. აი მაგალითად ახლა 2023 ვახსენეთ ჩვენ ხო,
რომელიც ჯერჯერობით ყველაზე ცხელი წელია აი იმ პრეინდუსტრიალური დიახ და 50 გრადუსამდე ავიდა ტემპერატურა ამერიკის კონტინენტზე, უშუალოდ შტატებში და მექსიკის და ძირითადი მსხვერპლი, დიდი მსხვერპლი იყო აი ამ თბური ტალღისგან. ძირითადი მსხვერპლი მაინც იყო ის მოსახლეობა, რომელსაც გარეთ უწევს მიგრანტები, არ აქვს შესაბამისი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიები, რომ დაიცვას თავი თუ ტექნიკა, საყოფაცხოვრებო და ზოგ სახლიც არ აქვს შეიძლება, ხო? როგორც ვთქვით, ესე იგი, ეს ახლა ისეთი შემთხვევაა, თბური ტალღები, ამას ჩვენ ვერ ვიგებთ ზუსტად სად და როგორ მოხდება, ძალიან, ასე ვთქვათ, რთული საპროგნოზო. რაღაცა პრინციპი არ არსებობს, რომლითაც არანაირი პრინციპი, იგივე წელს, ესე იგი, დაფიქსირდა ეს ერთი ფაქტი აქ და სხვათა შორის ყველაფერი მოხდა ივლისში. თითქმის ერთი და იგივე რიცხვში. ჩინეთში, ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილო-დასავლეთში და კიდე იყო ევროპაში, სამხრეთ ევროპაში. სადაც აი გამოკვეთილად სხვა სიტუაცია იყო. საერთოდ ამბოლო დროს ევროპას ისედაც შეეჩვია ეს თბური ტალღები და საკმაოდ სერიოზული მსხვერპლიც ყავდა, ძირითადად ასაკოვანი ხალხი და ასე შემდეგ. სხვათა შორის ჩრდილოეთ ნაწილში უბრალოდ ჩაგერთვებით ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც სექტემბერში უკვე საკმაოდ ცივა გაოცებული ბედნიერები იყვნენ პრინციპში, რომ ჯერ კიდევ კი, ნუ ახლა არა მხოლოდ ეს ერთი ვახსენეთ, რომ უბრალოდ დაახლოებით სურათს ვხედავდეთ. ერთია საშუალო გლობალური ტემპერატურა რამდენით იმატებს და მეორეა კონკრეტული გამოვლინებები, რაც არის ყველაზე სახიფათო ამ პროცესში. ხო, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს თბური ტალღები, ხო და ევროპაში წყალდიდობებმაც ახლა სავარაუდოდ 24 წელს მეტი იყო და ალბათ უფრო შემდეგში დარეპორტდება, მაგრამ ფაქტია, რომ აი ეს გავლენა ვიზე მეტი ექნება და ვიზე ნაკლები, ხო? თუ არ განვიხილავთ, რომ ნამდვილად ვიცით, რომ აფრიკის ქვეყნებზე, ნამდვილად ვიცით, თუნდაც იმიტომ, რომ ნაკლებად განვითარებულები არიან, ნამდვილად ვიცით, რომ მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებზე, იმიტომ რომ ზღვის დონე იწევს, ამაზე ყველაზე სერიოზული გავლენა აქვს, მაგრამ რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებში, ხო, ახლა სადაიწევს 50 გრადუსი რამდენიმე დღე ტემპერატურა და ეს თბური ტალღები, აი ეს სერიოზული, ასე ვთქვათ, მომენტებია, რომელსაც ფაქტიურად ვერც პროგნოზი ვერ კეთდება და ერთადერთი არის, რომ შენ მუდმივად იყო თავდაცვით რეჟიმში. ანუ რაღაც მონაცემი მაინც ვაქვს, ხომ? ანუ რეალურად მინიმუმ შეგვიძლია დავაკვირდეთ ბოლო 10 წელს, თუნდაც 21 საუკუნეში, რაც განვითარდა და შეიძლება ვივარაუდოთ ამ პროგრესიით, როგორც ვითარდება, მომავალი 10 წელიც, ხო, მეტნაკლებად. მინიმუმ 10 წელი. ანუ მაგრამ არაწერტილოვანი დარტყმები. მე მივხვდი თქვენ რას დიახ. ჩვენ შეგვიძლია პროგნოზი გავაკეთოთ გლობალურად და არის ეს პროგნოზები გაკეთებული გლობალურად რამდენი იქნება ნაზრდი და გვინდა ძალიან რომ შევაჩეროთ ეს ნაზრდი გვინდოდა ყოფილიყო წინა ინდუსტრიულ დონესთან შედარებით 1.5, მაგრამ წინა წელს 1.48 იყო საშუალო გლობალური ნაზრდი და ახლა წელს 24-მა შეიძლება უკვე აჩვენოს ის 1.5 სავარაუდოდ გაჩერება გაგვიჭირდება. მაგრამ ყველაფერს ყველა ქვეყანა აკეთებს, თუ კი ადრე ვალდებულებები მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს ჰქონდათ, აი თქვენ განვითარდით და ჩვენ ვიჩაგრებით, ხო, ასეთი მიდგომა იყო. მე მიხვდა სამყარო რომ ეს ყველას ერთნაირად გაგვსრისავს. შესაბამისად, ყველამ აიღო, მათ შორის საქართველოც არის ჩართული ამ პროცესებში, ყველამ აიღო ვალდებულებები, რომ ნახშირ ორჟანგი და სხვა სათბური გაზები შემცირდეს ატმოსფეროდან. მაგრამ ეს რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს და რამდენად ის ვალდებულებები, რომლებიც გვაქვს, ჩვენ ზუსტად ასე იმოქმედებს, ჯერ ერთი ბოლომდე ვერ ვასრულებთ. და მე შედეგი როგორი მოყვება, ეს უბრალოდ ვარაუდია. ეს ჩემი პირადი აზრია, თორემ რა ღონისძიებებია, ან რა გამოსავალი არსებობს, ანუ
თქვათ არსებობს პრობლემა და არსებობს შეიძლება რამდენიმე გადაწყვეტის გზა. თავისთავად ეს გლობალური მასშტაბია და შეიძლება მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. ბევრი სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებებია გასატარებელი. თქვათ, ჩანაცვლების თვალსაზრისით, მაგალითად, ინდუსტრიული ის გლობალური ინდუსტრია ნელ-ნელა ჩანაცვლდა თქვათ თანამედროვე ტექნოლოგიებით. ან კიდევ თქვათ არც მწვანე პოლიტიკა ეს თუ ცირკულარული ეკონომიკა თუ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმდინარეობები არსებობს, რომელმაც შეიძლება შეამსუბუქოს ნელ-ნელა. კი ბატონო, როგორც ჩანს ღმერთი სამობით არის. ამ წუთში კონვენციაში გამოკვეთილია 3 მიმართულება, რომელიც ორი აქტიურად მუშაობს, ეს გახლავთ ემისიების შემცირება, მაქსიმალურად აი მეთოდებით, რაც თქვენ ბრძანეთ, ახალი ტექნოლოგიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენიც არ უნდა შევამციროთ, უცებ ეს პროცესი არ შეწყდება. მეორე მიმართულება გახლავთ ადაპტაცია. ანუ შევაგუოთ სისტემები, ან დავიცვათ, გააჩნია რაზე ვსაუბრობთ, ხო ბიომრავალფეროვნება, სოფლის მეურნეობა შეიძლება უფრო შევაგუოთ ნელ-ნელა ამ ცვლილებებს. არის რომელიც უნდა უფრო მკაცრი ზომები და აი დაცვა, რასაც ქვია, ეს უნდა მოხდეს და ეხლა დაემატა მესამე, რომ სავარაუდოდ სადაც ვერ მოხდება ამის აცილება, ვერც იმ შემცირებით და ვერც იმით, რომ საადაპტაციო ღონისძიებები, აი ჩვენი გვახსოვს ხო რაჭაში რაც მოხდა, ის შეიძლება მაინც ვერ აცილებულიყო, რომ ქონოდა კარგად აწყობილი ყველა სისტემა, ხო? რომ ამ შემთხვევაში ეხლა ადამიანის მსხვერპლს ვერაფერს ვერ უზამთ, მაგრამ ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება მოხდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აი ასეთ მძიმე დარტყმას მიიღებენ. ანუ ეხლა გვაქვს 3 რაღაცა, რითაც ვებრძვით ამ მოვლენას. ეს ყველაზე უკიდურესია, ჯერ არც არის ბოლომდე აწყობილი ეს მესამე, ეგრეთ წოდებული ზარალის და ზიანის მიდგომა, ფონდი არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ისი არ არის, რომ შენ არაფერი არ გააკეთო, არც საადაპტაციო ღონისძიებები, არც ემისიების შემცირებაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხაზ გაუსვამ, რომ ემისიების შემცირება გლობალურ პროცესზე ახდენს გავლენას. ადაპტაცია ლოკალურია. თვითონ შენთვის, შენი ქვეყნისთვის, შენი უბნისთვის, შენი რაღაცა რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი. ამაზე უნდა გქონდეს, ესე იგი, ნამუშევარი, გაკეთებული, მათ შორის როგორც შეტყობინებების სისტემები, ასევე სხვა დაცვითი მექანიზმები და აი თუ მაინც გვესმის, რომ შეიძლება მაინც ვერ მივიღოთ ხო შედეგი. ამ შემთხვევაში მოხდება ამ არსებობს ასეთი მოსაზრებაც, ბოდიშის ჩაგეჭერით. მეცნიერების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მაინც მოხდებოდა. უბრალოდ ადამიანები ვაჩქარებთ. ანუ გლობალურ დათბობას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ანუ რეალურად თქვათ დედამიწის დეკადები თუ ასე შემდეგ. ანუ ეს რადგან აციება გქონდა, თქვათ, ერთი ნაწილი ფიქრობენ, რომ პირიქით შეიძლება აცივდეს. ანუ ცოტა ამიტომაც ადამიანები მთლად ჩვეულებრივი მეც, თქვათ, როგორც რიგითი მოქალაქე, თუ კი სიღრმეებში არ ჩავიხედე და უფრო მეტი არ წავიკითხე და მოვისმინე, ანუ ბევრ მოსაზრებას როცა ვისმენ, უკვე არასერიოზულად მიმაჩნია თემა, ხომ? ანუ ზუსტად ამიტომ ვსაუბრობთ დღესაც მე და თქვენ, რომ ანუ თითოეული ჩვენი მსმენელი, რომელიც გვისმენს რადიო ეთერით, დაფიქრდეს ამ საკითხზე. ანუ აი რო დავფიქრდები მე როგორც ერთმა მოქალაქემ 6 მილიარდში, ჩემი პასუხისმგებლობა სად უნდა დავინახო? კი ბატონო. რა თქმა უნდა, ამ ასე ვთქვათ, ციკლების უარყოფა ეს არასერიოზული იქნება, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცით, რომ იყო ასეთი ციკლები, ეს იყო ბუნებრივი მოვლენა.
აქ რამდენიმე კომპონენტი მინდა განვიხილო. იგივე ჯერ ერთი ეს ციკლი ახლა გაძლიერებულია და სხვა ტემპერატურებთან გვაქვს უფრო დამანგრეველთან საქმე. ამასაც რო თავი გავანებოს და იგივე ინტენსივობისაც რომ იყოთ, ჩვენ ახლა იმდენი ვართ, ან რაოდენობრივ ვართ, ან თვითონ სამყარო, ხო? ეს ყველაფერი არის შეცვლილი. განსაკუთრებით ავიღოთ, ასე ვთქვათ, თვითონ მოსახლეობის რაოდენობა. მოხმარება ამ ყველაფერი წიაღისეული არის თუ სხვა ასე ვთქვათ ბუნებრივი სიმდიდრეების რომელიც გვჭირდება. წარმოიდგინეთ რომ ეს ხალხი მშიერი რო დარჩება დაუშვათ და მაშინ ზღვის სანაპიროზე არ იყო ამდენი ხალხი განლაგებული და ეხლა მე რამდენადაც ვიცი ბათუმში მთელი ისაგვა. ხო სიტყვაზე ვამბობ, აი რო შევადაროთ. ეხლა ეს მსხვერპლი და ის რაც მოყვება თორე მაშინაც გადარჩა კაცობრიობა და ერთი და ორი ადამიანი შეიძლება ეხლა მასშტაბებზეა საუბარი და სისწრაფეზე. მე ახლა ზუსტად ვერ დავასაბუდებ ამას, მაგრამ მე მგონია რომ ალბათ მიმდინარეობს ის პროცესიც, უბრალოდ ამას აჩქარებს ძალიან დიდი ტემპებით, იმიტომ რომ აი ბოლო 14 ახლა 20-23 მე დავასახელე უბრალოდ აი ეს 50 გრადუსზე რო ავიდა და მსხვერპლი იყო და ის იყო, თორე 2014 წლის შემდეგ ყველა წელი უფრო ცხელია ვიდრე წინა წლები. ყველა წელი, ანუ მთელი ეს დეკადა და სწრაფად ხდება. დიახ, შესამჩნევად აგერ არის ეკონომიკა, აგერ არის, ასე ვთქვათ, წყალმოვარდნები, აგერ არის მეწყერების გაძლიერება, ღვარცოფების გაძლიერება, ხო? რა ვიცი კიდე აი რა ვთქვა. ანუ ტემპებზეა ლაპარაკი და იმაზე რომ თუ კი ჩვენ შეგვიძლია ეს ტემპი შევანელოთ ეხლა მე არ ვიცი ზუსტად იმ წინა პერიოდებში რა სიჩქარის იყო, როგორ ეგუებოდა, აგერ-ეგერ რო ცხოვრობდა ადამიანი ერთი წლის ბოლოს, ხო, მას არც იმდენი საკვები ჭირდებოდა არაფერი, რაღაცნაირად იცავდნენ ეთყობა გამოქვაბულებში თავს, მაგრამ ეხლა სულ სხვა რაღაცაა. ის ყველაფერი რაც აშენდა ამ პერიოდში, ეს ყველაფერი ერთჯერზე რაც არ გჭირდება ადამიანებს რეალურად. ნახეთ ეხლა პენსილვანიაში რაც იყო, ხო, ცოტა ხნის წინ, ფაქტიურად წინასწარაც იცოდნენ, ხალხსაც ეხვერწებოდნენ, გადითო, მაგრამ დიდი ნაწილი არ გავიდა. აი. ხო. ნუ მოკლედ უღრმესი მადლობა, ქალბატონო მარინა. ჩვენ კიდე შევხვდებით თქვენის ნებართვით ჩვენს გადაცემაში და მით არ დავასრულებთ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს და უფრო თქვათ დეტალებში ჩავალთ სხვადასხვა მიმართულებით. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, საინტერესო კითხვებისთვის. გმადლობთ. დროებით რეკლამაზე გავდივართ, დაგიბრუნდებით. თემით კლიმატის ცვლილება.